Seismografის თაღალზე თვითონ seismografის აპარატი აფიქსირებს რაღაცა დედამიწის ყველა ხერხს და სიცოცხლის ყველა ნიშანს, ხო? ამდენად შემთხვევით ვიპოვე ტარანდაში ამ ხალხის სრული და ალბათ ერთი ნამუშევარი და შეიძლება ამაზე რაღაცა საინტერესო სერიის გაკეთება. მოგროვდა ციფრული ნამუშევარი ჩემი ნიკოლოსთან ერთად გადავწყვიტე რომ გავუკეთებინა გამოცემა. ძალიან ბევრი შრომაა და ძალიან კარგი ხედვა და მე ძალიან მომეწონა. მას საკუთრებით ინტერესო, აი პირდაპირობაა და უფრო გასაგები არის ეს ადამიანის მოდიხარ შეიძლება ვერ გაიგო რაღაც. მაგრამ დებური, ვერ შეხედოთ დებური პულისი გადაცემა და მაგას. ეს არის ძალიან კარგი. შევდება მოგონებების თემას რა. მოგონებების თემას და რაც განვილი ჩემი ბავშვობის ურთიერთობა ჩემი მეგობრებთან, რომლებიც აღარ არიან ზოგი ცოცხალი და რაღაც ისეთი მედიუმის მსგავსი კავშირი არის. სიტყვის ალაპარაკი ასე რა. დარბაზში ჯერ კობილოს ნამუშევრები არის. რაღაცა მე თვითონ კარნახობ მიმართულებას როგორ უნდა დაინახოს ნამუშევარი. ამიტომ მე ჩემი ამ თავისუფლება დავუყოვო დამხმარებელს და მაგალითად ზოგი მეუბნება რომ ეს დირიჟაბლია, ვთქვათ, არადა ამიტომ შეიძლება ვიღაცა ამაზე წყალქვეშანავია. მე რომ უთხრა რომ ეს რაღაცა და რაღაცა, ეს უკვე რაღაც თავისუფლებას არ უნდა. ამიტომ მირჩევია თვითონ განსაჯოს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა დამხმარებელმა, მისთვის თუ უნდა იყოს დირიჟაბლი, თუ უნდა წყალქვეშანავი და როგორც რა.